ქალბატონო მოსამართლე. ბრალდების შეფასებისას არ გთხოვთ გაითვალისწინოთ ის, რომ ქალი ვარ. ბატონმა პროკურორმა აღნიშნა ერთ-ერთ რაღაც პრეცედენტის განხილვისას, რომ ჩვენ რომ ეხლა ეს მივიღოთო სხვა დროს მამაკაცმა რომ გაარტყას ხელიო და ის რომ უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, მაშინ როგორ მოვიქცეთო. ამიტომაც არ გთხოვთ გაითვალისწინოთ ის, რომ ქალი ვარ. შუახნის ასაკში. და ნუც იმას გაითვალისწინებთ სახარბიელო ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არ მაქვს. ჩემი საქმე სამართლიანობის დასადგენად თქვენივე პიროვნების, თქვენივე პროფესიის პატივისცემა და ჩვენი მტკიცებულებების შესწავლაც კი საკმარისია თქვენი მხრიდან მხოლოდ. და მაინც რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ დღეს, ანუ სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს დღეს, არ ვიცი, ხვალ, ზეგ. მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად მივიჩნევ. ამ განწყობისთვის მადლობა მინდა უთხრა ჩემს ადვოკატებს და უფრო მეც, უფლებადამცველებს, როგორც აღნიშნეს. მაშინ, როცა სახელმწიფო დამიპირისპირდა და მისი ყველა რგოლი ჩაერთო ჩემს გაშავებაში, ვისაც არ დაეზარა, ყველამ ქვა და ტალახი მესროლა. სახელისუფლებო ტროლბოტები მყავს მხედველობაში. ჩემმა ადვოკატებმა შეძლეს და ფაქტებით დაუპირისპირდნენ პროპაგანდას. მათ შეძლეს ჩემს სიმართლეზე ამ დარბაზშიც, ამ სასამართლო დარბაზშიც და მის მიღმაც ხმამაღლა არგუმენტებით და მტკიცებულებებით ელაპარაკათ. მათ შეძლეს ადამიანების მიმართ ნდობა შემენარჩუნებინა და მათთან ერთად სამართლიანობისთვის ბრძოლა გამიგრძელებინა. დაიმახსოვრეთ მათი სახელები. დადგება დრო და ისინი ქართული მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის საყრდენი გახდებიან. ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა მათ. რადგან მადლიერებაზე დავიწყე საუბარი, რამდენიმე ადრესატი კიდევ მყავს. რამდენიმე კი არა, არ ვიცი, უთვალავი ადამიანი იმსახურებს ჩემგან მადლობას. კიდევ ერთი სიცოცხლე რომ მომეცეს, ესეც არ იქნება საკმარისი. იმ სიკეთის დასაბრუნებლად, რომელსაც ღებულობ და ვგრძნობ 200 დღეზე მეტია. ამიტომ რაღაც სასამართლო ფორმატში უნდა მოვექცე და ამ შემთხვევაში უნდა ვთქვა, რომ ამ დარბაზში ხშირად ჩემგან მარცხენა მხარეს ხშირად ხედავ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს თუ ელჩებს. იმ საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომლებიც მედიის და ადამიანის უფლებებზე მუშაობენ. არ დაგიმალავთ და ძალიან მახარებს ეს ამბავი. მათი აკყოფნა არასდროს აღმიქვამს ჩემს პერსონალურ მხარდაჭერად. ისინი აქ ჩვენი არჩევანის, საქართველოს ევროპული მომავლის, დემოკრატიის, თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად არიან. მათი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ ჩვენ მარტო არ ვართ. მარტო არ ვართ დიქტატურისკენ მიმავალ რეჟიმთან ბრძოლაში. მადლობა საქართველოს მეგობრებს. მადლობა ჩემს კოლეგებს, ჟურნალისტებს. მედიაში, კრიტიკულ მედიაში, ოღონდ ამას ხაზს გაუსვამ, მედიაში მომუშავე ყველა პირს. სამოქალაქო სექტორს. და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც წინააღმდეგობის ჯგუფს წარმოადგენს. სადაც არ უნდა იყოთ, გახსოვდეთ, რომ განუზომელი ენერგიის მატარებელია ის ხმა და ძალა, რომელიც თქვენგან მოდის. ზუსტად თქვენი სოლიდარობის შედეგია, შიმშილობის დროს
ფიზიკურად რომ გადავრჩი. ამიტომაც ნუ დაკარგავთ თქვენი შესაძლებლობების რწმენას. დრო ჯერ კიდევ არის ბრძოლა გამარჯვებამდე. სულ მადლობების მოხდაც არა, ბოდიშიც მაქვს მოსახდელი. ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ბათუმელების და net გაზეთის გუნდს მინდა უთხრა, რომ წუხვარ. ძალიან წუხვარ, რომ ყველაზე რთულ და ამავდროულად ნიშნულოვან დროს თქვენთან არ ვარ. არ გატყდეთ, ჩემმა პატიმრობამ არ დაგასუსტოთ. მე თქვენი მჯერა. მჯერა იმის, რომ როგორი მტრული და საფრთხის შემცველი გარემოც არ უნდა გქონდეთ, თქვენი ყველა ნაბიჯი იქნება ღირსეული. იქნება აზრის, სიტყვის და თავისუფლების დაცვისკენ მიმართული. და ბოლოს, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. ჩვენ დამნაშავეები არ ვართ. მადლობა.